დავიწყოთ უზარმაზარი გრილის აწყობა. მოგესალმებით, როგორც შეგვირდით, დღეს უნდა ავაწყოთ უზარმაზარი გრილი. ამიტომ უნდა დარჩეთ ვიდეოს ბოლომდე, არხი უნდა გამოიწეროთ და დაალაიქოთ ეს ვიდეო. დავიწყებთ პირველ რიგში, ჩამოვიდა როგორც იქნა ჩვენი სვარკის აპარატი, რომელიც ახლობით 170 ლარამდე დაგვიჯდა. ჩაჯებით ვეკითხებოდით სხვათა შორის სვარკის აპარატის გამოწერა მინდა თქვა და კონკრეტულად ეს ჯასიკის ბრენდი მირჩია, რომელიც ძალიან მაგარია. ამიტომ პრაქტიკაში გამოვსდით, აუცილებლად ნახავთ როგორი იქნება ჩვენი შედუღების აპარატი. ასევე რა თქმა უნდა, ასეთი ზეთის ბალონი დაგჭირდება, რომელიც არის მეტალის ბოჩკა. ასევე ვიყიდეთ ეგრეთ წოდებული რკინის უგოლნიკი 6 მეტრიანი. ამის ელექტროდები არ დაგჭირდა, რადგან თვითონ ჩამოყვა დაახლოებით 50 ცალი. და ეხლა გაჩვენებთ კიდე რა ხელსაწყოები დაგჭირდებათ უშუალოდ გრილის აწყობისას. ეს არის ესეთი კუთხსახეხი, რომელიც გასაჭრელად გამოგვადგება და ასევე ოდესაც დავადუღებთ მის გასაპრიალებლად. ასევე დაგჭირდება საპრიალებელი დისკები, დაგჭირდება ასევე საჭრელი დისკები, დაგჭირდება ეგრეთ წოდებული ხრახნამჭერი შურუპავიორტი, ასევე დამჭერები დაგჭირდება, ასეთი კუთხოვანი დაგჭირდება, რომ კუთხეები გავასწოროთ. მამა ჩემი დამეხმარება ამ ყველაფრის დასაწყობად, რადგან მარტო ვერაფერს ვერ ავაწყობ და დეტალურად ნახავთ ამ ვიდეოში როგორ უნდა ააწყოთ ბიუჯეტურად $1000 გრილი 100 ლარად. ამიტომ აუცილებლად უნდა დარჩეთ ვიდეოს ბოლომდე და არხი უნდა გამოიწეროთ. დასთავარია იქნება ჩვენი ხელით აწყობილი, რადგან არ მინდოდა ამ ხელით გადამეხადა გრილში. შემდეგ როდესაც დამზადდება ჩვენი გრილი, უზარმაზარ ხორცებს, სტეიკებს და ძალიან მაგარ რაღაცებს შემოგთავაზებთ ხოლმე. ამიტომ წინა ვიდეოსაც აუცილებლად უნდა უყუროთ, რადგან ძალიან ცოტა ნახვა ქონდა და ძალიან გამიკვირდა. დარჩით ვიდეოს ბოლომდე. ჩვენ ეს გვჭირდება, რათა საკვამური გავაკეთოთ აქედან. აუცილებლად უნდა გაიგოთ კასრულის ცენტრი, საიდან სადამდე. ახლა ჩვენ მოვხაზეთ, რადგან 90 გრადუსი გვჭირდება ასახდელი რომ გავაკეთოთ. ახლა ამას კუთხსახეხით ჩავჭრით თავიდან ბოლომდე და დაგჭირდება მხოლოდ ეს ნაწილი. აქ გავაკეთებთ ამ სიმრგვალეზე საკვამურს, რომ ბოლი რაც დაგროვდება შიგნით გამოვიდეს. იგივეს ვაკეთებთ მეორე მხარეს, რომ გავიგოთ 90 გრადუსი კუთხე. როგორც გავაკეთეთ წინა მხარეს, უნდა იყოს ასევე უკანა მხარეს იგივე. ახლა უნდა გავხაზოთ გვერდი. ორივე კუთხის 90 გრადუსი გავიგე და ახლა დავიწყებთ ბალგარკით მოჭრას. რადგან ეს ადგილი ამოვიღოთ და ამის მერე ასახდელი გაკეთდეს. ახლა აქეთაც ხო, იგივე აქეთაც გავაკეთე. ესე მე ყვერებში შემეყრება. შეხედე პროსტა. ნახაზი ნახე როგორ გავჭერი მათ. ძალიან ზუსტად არის. ეს არის იდეალური ნახაზი. სისწორეს დააკვირდით პროსტა როგორი სისწორით გავჭერი რა. შემდეგი კუთხეს ვაჭრით ამას. ეს კუთხე ვაჭრელი სწორია? სწორია უბრალოდ. დავიწყოთ ეგრეთ წოდებული გაშლიფოვკება, გასუფთავება თვითონ ამ ზედაპირის, რომ აი აქ რკინები რაც დარჩა მოხეხვის დროს და მოჭრის დროს ეგენი უნდა გასუფთავდეს აუცილებლად. ეს ხო კარგად აყენია. ვაგზელებთ თავსახურის გაპრიალებას. აი ესეთი დისკი დაგჭირდება, ცოტა სქელი რომელიც არის შლიფოვკის დისკს ეძახიან ამას. ჟარგონულად ეგრე არის. საპრიალებელი დისკი. მორჩით ახლა გაჭრას, გასუფთავებას, დაგჭირდება ასეთი კუთხოვანები, რათა აქ გავუკეთოთ ესეთი პირი, რომ დაეხურება ერთმანეთს, ზუსტად დაჯდეს, ტემპერატურის დროს არ დაიბრიცოს და დავიწყებთ ახლა გაზომას და ამ ყველაფრის დაჭრას და დასვარკებას და პროცესას გაჩვენებთ აუცილებლად ყველაფერს. 29 ხო ზუსტად. ეს მოხსნეს და გადავიყვანოთ საჭრელს.
აი ნახე როგორი დისკია, ეს პირდაპირ ჯდება ეგრევე ეს. ნახე. ამას აღარაფერი უნდა აღარ ჩაიბა და არაფერი. ესე იყოს ხო? შიგნით. ესე უნდა იყოს ჩაბრუნებული. ესე უნდა დაიფაროს. ამაში წყალი და ის ხო ჩაგროვდება, ესე რომ იქნება გამოღებული. ესე უნდა იყოს რეალურად. ეხლა დავიწყებთ შედუღებას. შედუღებისთვის დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, შედუღების აპარატი, ასევე ამის ელექტროდი და ნიღაბი, რომ თვალები არ გვიტკინოს. ეხლა ამ ყველაფერს მოვიტან მე. ელექტროდი აგერ არის და აუცილებლად ხელთათმანები შედუღებისთვის. დავარაუდოთ, რადგან თხელი ჟესტი არის. ესეთი შედუღება არ გამოგვადგება, მაგრამ უნდა ვცადოთ, თუ არ გამოგვივიდა ესეთი შედუღება, ანუ ელექტროდით. შემდეგ ჩვეულებრივ შურპებზე ავიყვანთ, მაგრამ ვცდით და პირველად მიჭირავს სხვადასხვა სვარკა, არასდროს არ გამომისცია სვარკის აპარატი და პირველად ვადუღებ და ზოგადად პირველად ვაკეთებ ესეთ რაღაცას. ამიტომ ვინც ძალიან მცოდნია, ძალიან გაგკითხოთ კომენტარებში. ახლა ვადუღებთ ამ იმას უგოლნიკის, მაგრამ სვარკის აპარატი იკრავს ჭხირს და რო იკრავს ალბათ აწევა უნდა, მაგას გავიგეთ, ახლა უნდა დავუწიოთ თუ დავუწიოთ. მოკლედ, თუ ელექტროდი იკრავს, სადაც მოუმატეთ რა. ჩვენი მყარი შედუღება აქვს, მეგობრებო, იმედი არ აწვრება. მე კიდე იმას ვიზავთ, დავამატებ სვარკას. ვეჭვენ. ახლა მეორეც უნდა გავაკეთოთ იგივენაირად. წარმატებით ჩაიარა, ერთი კუთხე გავაკეთეთ, თან შედუღებას ვსწავლობთ და თან პროცესშიც ჩართულები. ახლა დავიწყებთ ანალოგიურად გავაკეთებთ ყველა გვერდზე აბსოლუტურად ასე. რადგან როგორც გითხარით, მყარი იყოს უფრო კონსტრუქცია, ტემპერატურის დროს არ დაიღუნოს და არ დაიბრიცოს ჩვენი ბოჭკა ეგრეთ წოდებული და ახლა დავიწყებთ მთლიანად ამ სარტყელის გაკეთებას ამ უგოლნიკებით და კუთხეებით. შიგნიდან უნდა დავადუღოთ აუცილებლად, რომ ეს შედუღებული რაც არის უსწორმასწორო არ გამოჩნდეს რა. ახლა აქეთ შეცდომა და უშით გარედან დავადუღეთ. ამას გადავაპრიალებთ, არაფერი არა, მაგრამ ახლა უკვე გავითვალისწინეთ ეს ყველაფერი და შიგნიდან დავიწყებთ დადუღებას. პირველ უნდა გავკრათ რა, როგორც ასენზე გაკრავ, ეგრე უნდა გაიკრას ეს. მეორე ეტაპი დასრულდა. ახლა გვერდითა უგოლნიკებით შევავსებთ ამ გვერდებს. პირველი და მეორე დასრულებულია. ამ ყველაფერს მე ამ შედუღებულებს კარგად გავაპრიალებთ. ამ ეგრეთ წოდებულ კასრულსაც გავაპრიალებთ და შემდეგ ბოლოს აუცილებლად შევღებავთ. უკვე იქ შემდეგ ვიდეოში იქნება, მაგრამ ხა დავიწყებთ ამ ყველაფერს გასწორებას და გამაგრებას. დავაყენეთ. ჩავდით ელექტროდი. დავაყენეთ 45 გრადუს მდგომარეობაში. აი ასე უნდა იყოს ელექტროდი. ეს რო ჩადეიმო. ავიღეთ ფარი. რადგან ეს არ არის სქელი ეგრეთ წოდებული ჟესტი, დამატებით ავიყვანეთ ესეთ შურპებზე, რომ უფრო მყარი კონსტრუქცია იქნება, უფრო გამძლე იქნება, ნაკლებად რეკადი იქნება და უკეთესი არის მოკლედ. შემდეგ ესე რაც ამოყვა, ანუ შიგნიდან გავუკეთეთ რა. ეს თავები რაც ამოვიდა, ამას კუთხსახეხით მოვაჭირთ და ავაპრიალებთ და გამოვა იდეალური. ერთ მხარეს ეხლა თითქმის ვრჩებით, შემდეგ მეორე მხარე დაგვრჩება და კონსტრუქციის აწყობა. ფეხების და დაფები რო გავუკეთოთ გვერდებზე დასალაგებელი. ვიდეოს ბოლომდე აუცილებლად უნდა დარჩეთ, რადგან ძალიან მაგარი გრილი გამოდის და დაალაიქოთ და გამოიწეროთ ჩვენი არხი. კაი. ეხლა ავაბალგარკებთ ამებს. ეს არის ქვედა. სწორია. ახლა მოდი ზედაც მოვჭრათ ფარი. ეს ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო ნათქვამია. ეს რაზე გვინდა ყობა? ეს ამაზე მეორეზე. ეს გვინდა ამაზე. აქედან დაჟე ნახე ერთი კუთხეც კიდე გამოდის ე. მოკლედ ესეთი ასახტელი გაკეთდება რა. აქაც იქნება ესეთი უგოლნიკი გვერდზე, რომ ერთმანეთზე
ხალხი კარგად დაედო, საქმე სახელური გაკეთდება, აქ პეტლებს დაუყენებთ უკანა მხარეს და ესე ლამაზად აიხდება. შემდეგ ამას გავაპრიალებთ, ეს მწვანე მოშორდება და ცეცხლგამძლე საღებავით შევღებავთ. თუმცა ეგ უკვე შემდეგ ვიდეოში იქნება. ეხლა არ შევღებავთ. ჯერ ავაწყობთ თლიანად კარკას, გავმართავთ ყველაფერს და შეღება იქნება სხვა ვიდეოში. შემდეგ ეტაპზე გადავდივართ ეხლა. შემდეგი მოზრდილი გასროლი უნდა დავასვარკოთ, უგოლნიკები უნდა გავუკეთოთ ანალოგიურად როგორც იმ თავსახურს. ამასაც რომ მორჩებით, შემდეგ კარკასს აუწყობთ ფეხებს და იმ ფეხებზე დავდგავთ. ამიტომ ეხლა დადუღება გვიწევს. და ვიღებთ ჩვენს სვარკის აპარატს. შეგინთ უნდა შევიდეო, ოღონდ ცოტა ისეთი ექსტრემალური სიტუაციები გვიწევს, მოკლედ და იმედია თავზე არ დამემხობა და ისერს არ მომაჭირს გილიოტინესავით. მამაჩემს გამოჩენა არ სურს, არ უნდა რომ სახე გამოაჩინოს, მოკლედ და ვაგრძელებ მარტო მუშაობას რა, არ ვიცი მოკლედ რა, ესე არ შეიძლება გაგრძელებ. ვადუღებთ. მასა და ვავიწყდა. მასას ვაერთებთ აუცილებლად. რაც შეიძლება ახლოს. შურუპებისთვის საკმარისია, მოკლედ მზარეულის ვარ. სვარშიკიც ვარ და ყველაფერი ვარ. მოკლედ ჯართებში ვეძებდით ამ ბოცას, მაგრამ იქ არ მოგვეწონა რა, იმიტომ რომ შეგინთ ეს ხა დიზელი და რა თქმა უნდა სოკოვთან დიზელი ძალიან ცუდია და ამაში ზეთა ცხია. ზეთების მაღაზიიდან წამოვიღეთ ეს და მივეცით 25 ლარი. და იქ ჯართებში 35 ლარად გვაძლევდნენ. ძველებური იყო ცოდნავ სქელი, მაგრამ დაჟანგებული იყო. დიზელი ეს ხა შეგინთ და ძალიან საჩალიჩო იყო გასაწმენდა და წამოვიღეთ ეს ახალი, ეს არის 200 ლიტრიანი და მოკლედ ძალიან მაგარი გამოვფიქრობ. მოვურჩით ახლა თავსახურის და თვითონ ამ კასრულის უგოლნიკების დამაგრებას. ხავაპირებთ რომ შიგნით ჩავდოთ ასეთი ტრუბა კვადრატი, რათა სადაც ცეცხლს დავამატებთ ხოლმე, ანუ შიდა მხარეს არ გვინდა რომ ცეცხლი დავამატოთ, რადგან ეს არ იქნება ისეთი რა, კარგი. პირიქით უკეთესია რომ გავუკეთოთ სამაგრები. სეტკარაზეც დაიდება, მაგისტრის ვაკეთებთ ახლა ამ ყველაფერს. ასე გამოიყურება ჩვენი დადუღებული უგოლნიკები. პირველად ვიხმარეს ვარკა და ნელ-ნელა ვისწავლი მოკლედ რა პროცესში ხა პირველად გამოყენებისთვის ნორმალურია. სვარკაზე ხო ავიყვანეთ და პლუს გავუკეთეთ თვითმჭრელი შურუპები, რომ უფრო მყარი ყოფილიყო კონსტრუქცია როგორც წეღან გითხარით. ეხლა სეტკის ჩასაფენს გავაკეთებთ, გვერდებზე დავუმაგრებთ ტრუბა კვადრატს. რომ სეტკა დაიდოს რა, სეტკის ქვემოთ იქნება ნახშირი, შემდეგ სეტკა იქნება და იქნება დიდი და მაგარი ხორცები, უზარმაზარი. მოკლედ საკმაოდ შრომატევადი საქმე არის. დაახლოებით 12 საათიდან დავიწყეთ და ეხლა არის უკვე საღამოს 6 საათი და ჯერ მარტო ისევ კასრულზე ვარ და ფეხები არ გავიკეთებია ჯერ, ამიტომ თუ ვინმე დაიწყეთ ამის გაკეთებას, იცოდეთ რომ საკმაოდ შრომატევადი საქმე. შეიძლება ჩვენზე პროფესიონალი იყოს ვიღაც და უფრო მალე მორჩეს, მაგრამ მაინც გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, რომ მარტივი არ არის. იმიტომ რომ ესეთი გრილი რო იყიდოთ ჩვეულებრივ მაღაზიაში, უნდა გადაიხადოთ დაახლოებით 3000 ლარამდე. შიგნით მე ძალიან მაგარ რაღაცებს ხან ქათამ შევბოლავთ, ხან ღორის ხორცს შევბოლავთ, ხან საქონლის ხორცს შევბოლავთ, ხან ლორს შევბოლავთ. ძალიან მაგარ რაღაცებს გვირდებით მეგობრებო, ამიტომ არხი აუცილებლად უნდა გამოიწეროთ. აბა დავადეკ ჯერ. აი, კარგია. გააჩერე ახლა გახაზე. მე ისე გავხაზოთ. მოგლეთ, პირველი ეტაპი მორჩენილია მეგობრებო. ავაწყეთ ესეთი კასრული რა. ანუ ეს უკვე თავარი დეტალი რაც იყო, უკვე დასრულებულია.
ასახტელი გაკეთებულია და შიგნით უნდა გავაკეთოთ მე ეგრეთ წოდებული დასადები რა. თვითონ გრილის სეტკა რავი, რა ქვია მაგას არ ვიცი ზუსტად. მაგას ავაწყობ ცოტა ხანში. ეხა თავარი კიდე არის ძირი გჭირდება, რაზეც უნდა დავდოთ. შევკრავთ ეხა უგოლნიკებით 4 ცალ ფეხს გამოვიყენებთ და შიგნითაც 4 ცალი რომ მყარი გამოვიდეს და შეგნით შემდეგ მე მაგას დაფებსაც გავუკეთებთ რომ დასალაგებელი იყოს რაღაც ხორცი დადო, მწვადი დადო, ის დადო, ის დადო, ბოსტნეული დადო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დავიწყებთ ეხა თანაბარი ზომების მოჭრას ფეხებისთვის. 1 2 3 გრილის დასადები ასეთი გამოვიდა. საქმის 90% დაახლოებით გაკეთებულია უკვე. დაგვრჩა გაპრიალება თვითონ ამ კასრულის, უნდა გავაპრიალოთ, უნდა შევღებოთ ეს გამძლეს აღებავი, რომელიც დაახლოებით 400-500 გრადუსს ძლებს. ფრუნტის ეფექტი ექნება ამას. დაგვრჩა სახელურის გაკეთება ასევე და რაღაცა დეტალების მოკლედ და შემდეგ ვიდეოში აუცილებლად გაჩვენებთ, როგორ დავასრულებთ, როგორ შევღებავთ ამ ყველაფერს და იქნება მწვადის ან ნებისმიერ რაღაც დიდი ხორცის შეწვა. სახელური დაყენდება დაახლოებით აქ და ასე ავხდით ხოლმე, გადაიხდება და დამაგრდება. მოკლედ ძალიან მაგარი გამოვიდა მეგობრებო. ამიტომ იცოდეთ ერთი რაღაცა ცხოვრებაში, რასაც მოინდომებთ, აუცილებლად გამოგივათ რა. დაახლოებით ასეთი გრილი რომ ეყიდა 2000-დან 3000 ლარამდე უნდა გადამეხადა და ეს გრილი დაგვიჭდა მთლიანად 100 ლარი. თავიდან რომ დავთვალოთ თქვათ თვითონ ეს კასრული დაგვიჭდა 25 ლარი, ტრუბა კვადრატი და უგოლნიკები დაგვიჭდა 40 ლარამდე და ასევე წვრილმანები რა, საჭრელი დისკები და სხვა რაღაცები. ნუ ეხა თუ არ ჩავთვლით სვარკის აპარატს და მსგავს აპარატურას, რომელიც სადაც გჭირდება და გამოსადეგი არის ზოგადად სოფლისთვისაც და სახლისთვისაც. ამიტომ 100 ლარად ჩვეულებრივად შეგიძლიათ სახლისთვის ასეთი გრილი ააწყოთ და დასრულებულს იხილად ძალიან მაგარი გამოგვივა. აუცილებლად უნდა დაალაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და წინა ვიდეოსაც უნდა უყუროთ მეგობრებო. კარგად იყავით.